თბილისის საქალაქო სასამართლოსთან LGBT თემის წარმომადგენლების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის საქმეში საგამოძიებო ორგანოებისგან დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვდნენ. მათი განცხადებით ადგილი აქვს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულს და არა მხოლოდ მკვლელობის მცდელობას. დღესვე აქცია გამართა ტრანსგენდერ ქალთა თანადგომის ცენტრმა. როგორც აღნიშნული ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, LGBT თემის უფლებების დამცველი ორგანიზაციები რეალურად არიცავენ ტრანსგენდერ ქალთა უფლებებს და ისინი მხოლოდ დიდი ოდენობით გრანტების მოზიდვაზე არიან ორიენტირებული. აქ არის ის მოთხოვნები, რომელიც სიძულვილის მოტივირებული დანაშაულების გამოძიებას ეხება. ერთ-ერთი სიძულვილის მოტივირებული დანაშაული ამას წინ მოხდა ჩვენი მეგობარი კრიტიკულ სიტუაციაში საავადმყოფოში წევს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თქვა ამ მოტივით გენდერული იდენტობით ან სექსუალური ორიენტაციით ხდება ხოლმე დანაშაულებები. პირველ რიგში ვითხოვთ, რომ პოლიციამ და უბრალოდ საგამოძიებო სტრუქტურამ მიუთითოს, რომ ამ ტიპის მოტივზე იყოს საქმე და შესაბამისად მერე მოსამართლემ იმსჯელოს ამ მოტივთან დაკავშირებით. ეგრეთ წოდებული LGBT ორგანიზაციები დღეს შეიკრიბნენ სასამართლოს წინაშე და სურთ მიმართონ საზოგადოებას ანტიდისკრიმინაციული მიმართულებით ღონისძიების გატარების თაობაზე. რეალურად ყველა ტრანსგენდერი, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის წევრია, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ იმ უფლებადაცვით ორგანიზაციებს, რომლებიც იცავენ ტრანსგენდერ პირებს. Ვითხოვთ იმას ორგანიზაციებს, რომლებიც აქ არიან შეკრებილები, არანაირად არ გვეხმარებიან ჩვენი უფლებები იყოს დაცული და ამიტომ გამოვედით, რომ ჩვენ ტრანსგენდერებად ჩვენ დავეცოთ ჩვენი უფლებები. გაურკვეველი სიტუაციაში მოხდა ერთი ტრანსექსუალის მკვლელობა, რომელიც პეკინზე მოხდა და ბინის დაწვაზე მიუსაჯეს. მეორე მოხდა გაურკვეველი სიტუაციაში სიკვდილი და ის არ გამოიწეს და არავინ არ მოიკითხა. მესამე მოხდა და იგივენაირად დარჩება ეს, იმიტომ რომ ჩვენ ვეცდოთ ამ უფლებებს. ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ გვეკუთვნის ამის დაცვა და ჩვენ მივიმისთვის შეკრებილები ზოგადად, რომ ჩვენი ტრანსსექსუალების უფლებები დავიცვათ.